მინდა ვისაუბროთ სოფლიოში არსებულ ძირითადი ბრენდინგის მიმართულებებზე და პირველი ალბათ რაც მახსენდება, ეს არის საქონელი და მომსახურება. ამ შემთხვევაში თვითონ საქონელი და მომსახურება წარმოადგენს ბრენდს, მაგალითად ავიღოთ ბორჯომი ან ნაბეღლავი რო არ ეწყინოს. ავიღოთ მაგალითად მომსახურების მხრივ სასტუმროების ქსელები ან ჯანდაცვის მხრივ ავერსის კლინიკა ავიღოთ, რომელსაც სხვადასხვა ფილიალები აქვს სხვადასხვა რაიონებში და ემსახურება თავის კლიენტს, პაციენტს. ბოდიში. რაც შეეხება კორპორატიულ ბრენდინგს, კორპორატიული ბრენდინგის შემთხვევაში ბრენდს წარმოადგენს არა თვითონ კონკრეტულად რომელიმე ადამიანი პერსონალურად, არამედ ამ შემთხვევაში ბრენდი არის თვითონ კორპორატიული სისტემა. კორპორატიული სისტემის საუკეთესო მაგალითი საქართველოში არის მაგალითად ვისოლის კალონკების გასამართსადგურების ქსელი, ან მაგალითად ავიღოთ საბანკო სისტემა, საქართველოს ბანკი და TBC-ის ბანკი. ამ შემთხვევაში თვითონ კორპორატიული სისტემა არის ბრენდი. მოდი ვისაუბროთ შემდეგზე. ეს არის გეოგრაფიული ბრენდინგი. გეოგრაფიული ბრენდინგის შემთხვევაში ბრენდირება ხდება კონკრეტულად ქვეყნის, ქალაქის, რაიონის, კონკრეტული ადგილის თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე. და გეოგრაფიული ბრენდინგის ძირითადი მიზანი არის ის, რომ გაზარდოს ცნობადობა, გაიუმჯობესოს იმიჯი, თავისი ადგილი იპოვოს მსოფლიო რუკაზე და ასევე მოიზიდოს ინვესტორები და ტურისტები. ანუ ასევე უნდა განვიხილოთ ციფრული ბრენდინგი. ციფრული ბრენდინგი ეს არის ონლაინ პლატფორმების, აპების ბრენდირება, მაგალითად TikTok, YouTube, Netflix და ასე შემდეგ.